თერჯოლა საშობაო ალილოს ტრადიციას განაგრძობს. მსვლელობა შობის ხატებით, საწინამძღვრო ჯვრებითა და დროშების თანხლებით მომლოცველებმა, მგალობელთა გუნდებმა და შობის მახარებლებმა ჭაბუქთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებს მრევლის, ტიქაროსნები და სასულიერო პირებიც ახლდნენ. თეატრალიზებული მსვლელობა ქალაქის ცენტრისკენ დაიძრა. ალილოს მონაწილეები გზადაგზა აგროვებდნენ შესაწირს შეჭრვებული ოჯახებისა და უპოვართა დასახმარებლად. მსვლელობა მოიცვა ქალაქ თერჯოლის თითქმის ყველა უბანი. მოზღვავებული ემოციები მაქვს. ამ წუთში თბილისიდან დამირეკა ჩემ რძალმა და იქაც ვაყურებია თერჯოლის ალილო ჩემ შვილიშვილებს და ნასიამოვნები დარჩნენ. ვისურვებდი რომ ასეთი ჩანაფიქრი ხშირად ყოფილიყოს თუ კი ჩვენი ოდნავი გაღებული ღვაწლით ვიღაცას დავეხმარებით ძალიან სასიამოვნოა და ღმერთმა ტკბილად შეარგოს ყველას ჩვენი ნობათი. სრულიად ქრისტიანულ სამყაროს მინდა მივულოცო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის. ულოცავ ყველა თერჯოლელს, სრულიად საქართველოს ალილოს მსვლელობა თერჯოლაში ტრადიციად იქცა და რა თქმა უნდა ყველა თერჯოლელი მოხარულია ამ არაჩვეულებრივი ტრადიციით. მოგვიანებით ალილოს საზეიმო აქტივობის მონაწილეები თერჯოლის ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძრის ეზოში მივიდნენ, სადაც მათ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, ასევე სასულიერო პირებმა და მასშტაბური ღონისძიების სხვა მონაწილეებმა. მათ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადეს ალილო 2025-ში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერა. ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული არის დღე, როდესაც იშვა უფალი, იშვა მაცხოვარი, ღმერთი გარდამუხტა ზეცით და ადამიანებს მოგვანიჭა უდიდესი სიხარულის, უდიდესი ბედნიერების, მარადიული ნეტარების და სული ცხონების შესაძლებლობა. მე მინდა ეს სიხარული მოგილოცოთ ყოველ თქვენგანს, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სრულიად საქართველოს და დღევანდელი დღე ჩვენი რაიონისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რომ მეორე წელია ზედიზედ ალილოს მსვლელობა ტარდება, რაც ტრადიციული რიტუალია, საერო რიტუალი მართალია, მაგრამ ამ საეკლესიო დღესასწაულს ძალიან ამშვენებს. მე მინდა ყველა თერჯოლელს მიულოცო, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ მანუჩარ რობაქიძეს, რომლის ინიციატივითაც ტარდება ეს ღონისძიება. მე მინდა ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე გიორგი შალამბერიძეს მიულოცო დღევანდელი დღე, ყველა თერჯოლელს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ეს დღე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენი რაიონის ერთობა, მოსახლეობის ერთობა კიდევ ერთხელ გამოიხატება დღევანდელ დღეს და თავისთავად ცხადია, სადაც ერთობა, იქ სიყვარულია და სადაც სიყვარულია, იქ უფალია და სადაც უფალია, ყველაფერი ჭეშმარიტებაა და მე მინდა აი იმ ჭეშმარიტებით გატაროთ ყოველი თქვენგანი თქვენი ცხოვრების სავალგზაზე. საოცარი ემოციებით არის თითოეული ადამიანი დამუხტული, იმიტომ რომ იშვა უფალი, ჩვენი მაცხოვარი და მინდა რომ კიდევ და კიდევ უფრო გააქტიურდეს ყველა აი ამ დღესასწაულში ჩაერთოს, რადგანაც ნამდვილად საოცარი. აი თითქოს ღმერთთან ვართ დაკავშირებულები ამ დროს უფრო მეტად ვიდრე სხვა პერიოდში. დიდი დღეა დღეს. უფალმა ჩვენმა განკაცება ინება ადამიანად მოგვევლინა, რადგან უფალი თვითონ არის სიყვარული, დღეს მასთან ერთად სიყვარული დაიბადა და მე მიხარია, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ბავშვობიდან უკვე ეძლევათ ახალგაზრდებს საშუალება აი ამ დიდ სიყვარულს ეზიარონ, მოყვასის სიყვარულს ეზიარონ, იმ თავარს, რაც უფალმა დაგვიბარა და გთხოვა, გიყვარდეთ მოყვასი თქვენი. ვითარცა როგორც ქრისტემ ბაგასში მიიწვინა და გულის სიყვარულისა ჩვენ გვაჩვენა, ისევე მინდა ყველა ქართველის გულში ის სიყვარული გაღვიძებოდეს, მართლმადიდებელი ტრადიციული სიყვარული გაღვიძებოდეს, რასაც კი უფლისადმი ერთგულება. ჩვენს ალილოს ტრადიციას მოგეხსენებათ აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მაგრამ 2000 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით უკვე მან სხვა მასშტაბები მიიღო და საქართველოს დღეს საქართველოს მრავალ ქალაქში აღნიშნავენ საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობას. ჩვენ თერჯოლამ მუნიციპალიტეტის მერის ბატონ მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით შარშან პირველად დავნერგეთ ეს ტრადიცია თერჯოლაში. ხალხი სიყვარულით ელოდებოდა ამ დღეს ხედავთ მართლა როგორი ემოციებია და უამრავი სიკეთე და სიყვარული იღვრება ირგვლივ.
აგროვებენ საშობაო ნობათს, რომელიც გადაეცემა დღის ცენტრებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრებს, მოხუცთა თავშესაფარს, დედათა მონასტერს და 19-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად შეჭიროებულ ოჯახებს. 2025 წლის ქრისტეშობის დღესასწაული თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღნიშნეთ ჭავუქფთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან ქალაქის ცენტრში საკათედრო ხარების სახელობის ტაძრამდე მსვლელობით. მსვლელობაში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადამიანი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემიძლია ვთქვა, რომ სიხარულით იყო შეერთებული დღევანდელი ალილოს დღესასწაულს. მინდა ყველას მიულოცო ჩემს მუნიციპალიტეტში უსულო ბედნიერება, უსულო წარმატება, ქრისტეშობის ზალი და მადლი ფარავდეს თითოეულ მათგანს და მინდა მიულოცო ყველა მართლმადიდებელს. აღსანიშნავია, რომ მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.